განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენ წინა შეხვედრაზე ჩვენი მსჯელობა შევწყვიტეთ წმინდა კირილე ალექსანდრიელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციტატის მოტანით, მისი ალბათ ყველაზე ცნობილი დოგმატური ნაშრომიდან სახელწოდებით საუნჯე, იგივე განძი და აღნიშნავდით ბოლოს სიტყვები ეს გახლდათ ჩვენი, რომ ამ ციტატით ფაქტობრივად იკურება წრე, რომ ეს ერთი მნიშვნელოვანი მხარე წმინდა კირილე ალექსანდრიელის მოძღვრებისა, კერძოდ ის, რომ მაცხოვრისგან მოციქულებისადმი მინიჭებული შთაბერვა, იმ დასაბამიერი შთაბერვის განახლებაა და რომ დასაბამშვე ფლობდა ადამიანი პირველ ქმნილი ცოდვამდელი ადამიანის სულიწმინდის მადლს, შესაბამისად მსგავსებას ღვთისადმი, ძეობილობას ღვთისადმი და რომ ცოდვამ ესეც წაახდინა ადამიანში, ხოლო მაცხოვრმა განგვიახლა და რომ მაცხოვრისგან პირველად არ ენიჭება ადამიანს ღვთისადმი მსგავსება და სულიწმინდის მადლი, ეს დაკარგულის განახლება არსებითად, მაცხოვრისგან იგივე გვენიჭება, თუმცა გაცილებით აღმატებული ხარისხით, მაგრამ ბუნებითად იგივე. აი ეს დებულება კირილე ალექსანდრიელისა და მთელი საეკლესიო მოძღვრებისა, იმ აურაცხელი ციტატის კვალობაზე, რაც ჩვენ უკვე წარმოდგენილი გვაქვს, ვფიქრობთ აბსოლუტურად უდავოა. მაგრამ ეს სწავლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ კირილეს ნაშრომებში ჩვენ არ აგვაქვს, რამდენიმე ციტატას ასევე ძალიან მნიშვნელოვანს იმ დებულების კვლავ გასამყარებლად, რომ დასაბამიერი შთაბერვა სწორედ სულიწმინდის მადლით ადამიანის გამსჭვალვა იყო და რომ ეს განახლდა მაცხოვრისგან მოციქულებისადმი შთაბერვით, აი ამის კვლავ გასამყარებლად ჩვენ რამდენიმე სხვა ციტატასაც დავიმოწმებთ. მათ შორის თქვათ ისეთი დიდი ღვთისმეტყველისა და საეკლესიო ავტორის სიტყვებს, როგორიც გახლდათ წმინდა სვიმეონ ლოგოთეთი, იგივე წმინდა სვიმეონ მეტაფრასტი, მე-11 საუკუნეების ერთ-ერთი ჭეშმარიტი ბურჯი მართლმადიდებლური მოძღვრებისა, რომლის მეტაფრასები მოგეხსენებათ იმდენად დიდ მნიშვნელოვანი ლიტერატურულ საღვთისმეტყველო ძეგლები აღმოჩნდა, რომ ეკლესიაში, ლიტურგიაში აღუხოცელი და აღუტეხელი ადგილი დაიკავეს. აი ამ დიდი მოძღვრის ერთ-ერთ ნაშრომში, კერძოდ ეს გახლავთ წმინდა დიდმოწამე არტემის მარტვილობა, მოკლედ, მაგრამ არსებითად აღნიშნული სწავლება გადმოცემულია და თქმულია ამგვარი რამ. ქრისტემ, ჭეშმარიტმა და საუკუნო ღმერთმა უკვდავი და დაუბერებელი შექმნა იგი, დასაბამშივე იგულისხმება ადამიანი კაცობრივი სული, დასაბამშივე საღვთო სულით და შთაბერვით, რაჟამს პირველი ადამიანი დაჰბადა მან. სხვათა შორის ეს წამე მარტვილობა და საერთოდ სვიმეონ ლოგოთეთის ყველა შრომა ძველ ქართულადაც თარგმნილი გახლავთ, ჯერ 6-10-ელმა დაიწყო მისი ნაშრომების თარგმნა, რომელიც პირადად იცნობდა სხვათა შორის წმინდა სვიმეონ ლოგოთეთს 982 წლიდან, გიორგი მთაწმინდელმა განაგრძო ეს საქმე, დავით ტბელმა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა წმინდა ეფრემ მცირემ, შემდეგში წმინდა არსენი ყალთოელმაც, რა თქმა უნდა. ფაქტობრივად ამ მოღვაწეებმა და რამდენიმე უცნობმა მთარგმნელმა ამოწურეს წმინდა სვიმეონ ლოგოთეთის ბერძნულენოვანი მემკვიდრეობა და მათ შორის წმინდა დიდმოწამე არტემის მარტვილობაც, რა თქმა უნდა, ძველ ქართულად თარგმნილია. ჩვენ ერთ-ერთი ნუსხიდან, ერთ-ერთი ხელნაწერიდან ეს გახლავთ, კერძოდ ეს 1276 სახელგანთქმული ნუსხა, რომელიც ორ ნაწილედია, ერთი ნაწილი მე-11 საუკუნისაა და მეორე უფრო მოგვიანებით მე-12-13 საუკუნებისა. აი ამ ნუსხაში დაცული ტექსტი ამგვარად იკითხება იმ მონაკვეთის შესაბამისობაში, რაც ახალ ქართულად ჩვენ მოვიტანეთ. ხოლო ქრისტე, ვითარცა ჭეშმარიტად ღმერთ არს და საუკუნო, დაუბერებელად და უკვდავად შეუქმნიეს მას სული ჩვენი დასაბამიდან, საღვთოითა სულითა და შთაბერვითა, რაჟამს პირველი კაცი დაჰბადა მან. მე-6 საუკუნის ავტორი ალექსანდრე მონაზონი თავის ცნობილ საკითხავში ჯვრის პოვნის შესახებ, რაც ასევე არის ძველ ქართულად თარგმნილი, მაგრამ ამჯერად არაა ვალდებულება მისი ძველი ქართულით მოტანისა, სიტყვასიტყვით კვლავ ზემორეს სწავლებათა იდენტურ მოძღვრებას გადმოგცემს. ის, რასაც წმინდა და საღვთო წერილი შეიცავს, რომ შთახბერა ღმერთმა ადამიანის პირში სული ცხოვრებისა და გახდა ადამიანის სულად ცხოველად, არ არის მაჩვენებელი ვინმე სულის წინასწარ არსებობისა და არც იმ შემთხვევაში იქნებოდა ასე, რომ თქმულიყო და მიიღო ადამიანმა სული ცხოველი. ამასთან არც ის შთაბერვა იყო სული ადამიანისა, არამედ რათა იგაურად წარმოჩენილიყო, რომ არ არის უცხო დამბადებლობითი ძალისგან ყოვლადწმინდა სული თანახმად წინასწარმეტყველისა, რომელიც ამბობს უფლის სიტყვით ცანი დამყარდა და მისი პირის სულით მათი ყველა ძალა. რომ სულიწმინდა მონაწილეობს შესაქმეში, მათ შორის ადამიანის შესაქმეში და რომ სულიწმინდით შთაებერება და მიემადლება ადამიანს ცხოველყოფილობის, დასაბამიერი უცოდველობისა და ღვთისადმი მსგავსების უნარი. ახლა უფრო დიდ მოძღვარს გაცილებით წმინდა იოანე ოქროპირის მოусმინოთ. და თქვა რა ეს შთახბერა და ეუბნება მათ, იგულისხმება რომ მაცხოვარმა დაამთავრა თავისი სიტყვები მოციქულებისადმი და შთახბერა და შემდეგ ეუბნება ისევ მათ.
მიიღეთ სული წმინდა. ახლა მოძღვარი განაგრძობს. დაუკვირდი, რისთვის შთახბერა მაცხოვარმა მოციქულებს სწორედ აღდგომის დღეს, განა არ შეეძლო მას, რომ შთაბერვის გარეშე მიეცა სული წმინდა? ეს იმიტომ, რომ როდესაც მან პირველი ადამიანი შექმნა, შთახბერა მის პირში და გახდა ადამიანის სულად ცხოველად. მაგრამ ამ უკანასკნელმა, ესე იგი ადამიანმა, გარდასვლის გამო, ესე იგი შეცოდების გამო, წარწყმიდა შთაბერვის მადლი. და წარწყმიდა რა ცხოველმყოფელი ძალა, ტვრად დაიშალა და თავისი შექმნილობა საფლავში დაარღვია. ამიტომ განაახლა რა ეს ქმნილება და უკუმისცა რა დასაბამიერი საბოძვარი იგულისხმება განკაცებულმა მაცხოვარმა, შთახბერა მოციქულთა პირში და უკუმისცა ქმნილებას ის დასაბამიერი და განმაცხოველებელი ძალა. ახლა ნეტარ თეოდორ დე გვირას მეხუთე საუკუნის შუა წლების ერთ-ერთ უდიდეს მოძღვარს მოусმინოთ, რომელიც ესაიას განმარტებაში ასე გვასწავლის. უფლის ჯვარმცმელთაგან ბევრი მოციქულთა ქადაგების შედეგად მორწმუნე გახდა და ცხონებას შეეტკბო. ამის გამო იყო, რომ ჯვარცმულმა თქვა: მამაო, მიუტევე მათ, რადგან არ იციან რა სჩადიან. რადგან ჩემს მიერ მოივლინება სული, ეს მაცხოვრის სიტყვები პერიფრაზულად მოაქვს თეოდორდეს და შემდეგ ამბობს ამ სიტყვების თქმითო, მოიხსენა რა მაცხოვარმა ის, რომ ადამის სული შექმნა მან, რადგან თქმულია, შთახბერა მის პირში სული სიცოცხლისა და გახდა ადამიანის სულად ცხოველად. ამჯერადაც, როგორც ხედავთ, ნეტარი თეოდორ დე კვირელი იმ შესაქმის წიგნის სიტყვებს, რომ შთახბერა მის პირში სული სიცოცხლისა და გახდა ადამიანის სულად ცხოველად, აი ამ შთაბერვას პირდაპირ უიგივებს მაცხოვრისგან მოციქულებისადმი მინიჭებულ შთაბერვას. იგივე მოძღვარი ნაუმის წინასწარმეტყველების განმარტებაში შედარებით უფრო ცლად გადმოგცემს ამავე მოძღვრებას. როდესაც მან შთახბერა ადამიანს სული სიცოცხლისა და ქმნა იგი სულად ცხოველად, ამგვარადვე განიჭებს შენს სიცოცხლის შთაბერვით ცხონებას. აქ ცხონება პირდაპირ ბერძნულ ტექსტში სოტერია. ეს მისცა უფალმა ქრისტემ აღდგომის შემდეგ წმინდა მოციქულებს, რადგან მას შემდეგ რაც წარწყმიდა ადამიანმა ხატისებრობა, რომელიც მიიღო მან საღვთო შთაბერვით, განაახლა რა ეს უფალმა ქრისტემ, ჯეროვნად მისცა ეს ხატება წმინდა მოციქულებს და მათ მიერ ყველა მორწმუნეს, რადგან შთახბერა მათ და უთხრა მიიღეთ სული წმინდა. როგორც ხედავთ, ყველა დიდი მოძღვრის სწავლებით ადამიანი დასაბამშივე ფლობდა, როგორც კვეთრად ვამბობდით ყოველთვის, მასში შთამკვიდრებული სული წმინდის მადლს. რაც იყო სწორედ ძეობილობა და რაც აღადგინა მაცხოვარმა მოციქულებისადმი იმავე სულის კვლავ შთაბერვით, რომლის მადლიც გადადის ყველა ჭეშმარიტ ნათელღებულზე, როგორც ღვთის ძეობილზე. შესაძლოა ზოგჯერ და ამის განხილვის ადგილი აქ არ გახლავთ, რომ მოძღვართა შორის ადგილი ჰქონდეს გარკვეულ სხვაობას ტერმინოლოგიურ გაგებათა შორის. თქვათ, ტერმინი პნოე, რაც მობერვას ნიშნავს და პნეუმა, რაც სულს ნიშნავს, უიგივდება ერთი მეორეს თუ მათ შორის გარკვეული სხვაობაა და ასე შემდეგ. მაგრამ უკლებლივ ყველა მათგანი, ჩვენ როგორც ვნახეთ და ნაწილობრივ შემდეგაც ვნახავთ, რჯულდებითი სიმკვეთრით გვამცნებს, რომ ის საღვთო შთაბერვა, რაც პირველ ქმნილი ადამიანისადმი აღსრულდა და რაც შესაქმნის წიგნის მეორე თავის მეშვიდე მუხლშია, აი ეს საღვთო შთაბერვა, რაც არის სწორედ სული წმინდის მადლით ადამიანის აღსება, დიდება, ნეტარება და ზეღმერთისადმი, როგორც პირშოუ ხატისადმი მისი ხატქმნა, ანუ ცხოველყოფა, მეორდება ადამიანში, კვლავ აღდგება ადამიანში მაცხოვრის განკაცების ჟამს. ამავე მოძღვრებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ლიტურგიკულ სწავლებაში არაიშვიათად ვნახულობთ. ლიტურგიკა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ესაა იგივე დოგმატური ღვთისმეტყველება გალობითი ფორმით გამოთქმული და აღვლენილი ღვთისადმი და იმგვარადვე უცდომელია საეკლესიო ლიტურგიკა, როგორც წმინდა წერილი. და შესაბამისად, ნებისმიერი სწავლება ლიტურგიკისა ჩვენ დოგმატად უნდა მივიღოთ. და აი ეს კვლავ განახლება ადამიანისა, ჩვენ ადრეც დავიმოწმეთ ეს ციტატები, ყველა ნაბიჯზეა, იმიტომ რომ ეს არის არსება ეკლესიური მოძღვრებისა. არსება ეკლესიური მოძღვრებისა იმ კუთხით, რომ მაცხოვარმა თავისი განკაცებით ადამიანს განუახლა დასაბამიერი ღვთივქმნილობა. ჩვენ პირდაპირ შეიძლება ითქვას ღვთისგმობაშიც კი გადავარდებით თუ ამ კავშირს გავწყვეთ, თუ ვიტყვით რომ დასაბამში ადამიანი სხვანაირი იყო და მაცხოვრის ხვაწლით ბუნებითად სხვანაირი გახდა ის, არ უიგივდება იმ დასაბამიერ მდგომარეობას. მაშინ გამოდის რომ დასაბამში ღვთისგან აღარ შექმნილა ადამიანი, რომ ღვთისგან რაც იქმნება, ამ ქმნილებისადმი მაქსიმალური შესაძლებლობით იქმნება ის. და თუ ის მდარე იყო,
მაშინ გამოდის რომ მისი შესაქმე არ წარმართულა ღირსეულად ღვთისგან. მაცხოვარმა უფრო უკეთესად შექმნა ადამიანი შემდგომ, მაგრამ იმავე მაცხოვარმა, რომელიც ბუნებითი ღმერთია და ასევე ქმნიდა ადამიანს დასაბამში, რატომღაც ასეთი ღირსეულობით არ შექმნა თურმე პირველქმნილი ადამიანი. აქ კვლავ აღნიშნავთ, ლაპარაკია ბუნებითი და არსობრივი იგივეობის შესახებ, რომ ბუნებითად ადამიანი მაცხოვრის განკაცებით იგივე გახდა, რაც იყო ცოდვამდე. ხარისხობრივი მდგომარეობა სხვა არის, კიდევ ერთხელ აღნიშნავთ, იმიტომ რომ ხარისხობრივი მეტნაკლებობა ნებისმიერ ბუნებით იგივეობაში სახეზეა, ისე როგორც ადამიანები ერთი ბუნება ვართ, მაგრამ შეიძლება ძალიან დიდი ხარისხობრივი განსხვავება იყოს, ერთი განხთობის მწვერვალზე იყოს, მეორე წარწმედის უფსკრულში იყოს, მაგრამ მათი ბუნება აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ასე რომ ხარისხობრივი განსხვავება რა და თვითი მცხონებაშიც ხარისხებია და მეტნაკლებობა ყველგან არის. აი ამგვარი კუთხით უნდა ვხედავდეთ ჩვენ მაცხოვრის განკაცების შედეგად ადამიანის განახლებას. ეს განახლებული ადამიანი ბუნებითად კი არაა აღმატებული იმ პირველქმნილ ადამიანზე, არამედ პირუკ ბუნებითად აბსოლუტურად იგივეობრივია მასთან, მაგრამ ხარისხობრივად ეს განხთობილობის უფრო აღმატებული ეტაპია, რა თქმა უნდა, აღმატებული, იმიტომ რომ პირველი და ამას ჩვენ შემდგომ დეტალურად განმარტავთ, დასაბამიერი განხთობილობა ადამიანისა მხოლოდ და ყოვლითურთ საბოძვარი იყო, ხოლო განხთობილობის ის ხარისხი, რაც მაცხოვრის განკაცების წყალობით და კვალობაზე მიეცა ადამიანს, ერთი მხრივ ასეთ უდიდეს საფუძველზეა დაშენებული, მაცხოვრის სისხლზეა დაშენებული, მაცხოვრის მიერ გაღებულ უწმინდეს და უდიადეს და გონებით მიუწვდომელ სხვერპლზეა დაფუძნებული და მეორე მხრივ უკვე არა მხოლოდ აბსოლუტურ საჩუქრად, არამედ საკუთრივ ადამიანის ნებაც და ღვაწლიც უნდა შეერთებული იყოს მაცხოვრის ღვაწლთან, მაცხოვრის ნებასთან, რომ ადამიანმა მართლაც მიაღწიოს განხთობილობას. ადამიანს საჩუქრად მიეცა ეს ყოველივე, მაგრამ მაცხოვარმა კაცობრივი ბუნება აცხუნა რა, ეს ჩვენს პიროვნებას ვერანაირად ვერ უშველის, თუ ჩვენ პიროვნულად არ ვინებეთ და არ შევერთეთ მაცხოვრისგან დაფუძნებულ ცხონების მადლს და ცხონების ღირსებას. ასე რომ ღვაწლი რჩება, ხოლო ღვაწლით მოპოვებული მდგომარეობა გაცილებით უფრო ღირსეულია და ხარისხობრივად აღმატებული, ვიდრე ღვაწლის გარეშე იმავე მდგომარეობის ამა თუ იმ პირისგან ფლობა. იმიტომ რომ ღვაწლის გარეშე, როდესაც რაიმე არის, ეს მართალია სიკეთეა, მაგრამ თვით ამ პიროვნების ენერგია, პიროვნების მოქმედება, პიროვნების ძალისხმევა ამ მდგომარეობის მოსაპოვებლად არ დახარჯულა, ხოლო საკუთარი ძალისხმევით რაიმეს მოპოვება და მხოლოდ ის იგულისხმება, რომ ღვთისნება შეუერთო ჩვენი ნება, ღვთისნების გარეშე საკუთარი ძალისხმევით არასოდეს არაფერი არ მიიღწევა თავისთავად ცხადია, მაგრამ ღვთისნება ყოველთვის ერთი და იგივეა, მასში არ არის ცვალებადობა და ეს ნება გახლავთ ის, რაც ყველასთვის ცნობილია და ჩვენს არაერთგზის გვითხოვს, რომ ყველა ადამიანი ცხონდეს, ესაა და ყველა ცხონდეს და ყველაფერი ცხონდეს, ესაა ღვთისნება, ქმნილება ცხონებაში იყოს, მაგრამ საკუთრივ ქმნილება რამდენად უერთგულებს და რამდენად გაითავისებს და რამდენად გაუხსნის გულს ამ მაცხონებელ ნებას, ამის მიხედვით მოხდება მისი პიროვნული ცხონება და ცხონებასთან შეერთება. ადამიანური ბუნება ცხონებულია მაცხოვრის ღვაწლით, კარიბჭე გახსნილია ცხონებისა, მაგრამ თუ ჩვენ არ ვინებებთ და არ ვიღვაწებთ, რომ ამ კარიბჭეში შევიდეთ, უფრო მეტად ვიქნებით დასჯილები, ვიდრე დავისჯებოდით იმ კარიბჭის გახსნამდე. იმიტომ რომ სანამ კარიბჭე არაა გახსნილი და ცოდვილობაში ვართ, ასეთ დროს ჩვენ სიწმინდეში მკვიდრობა არ გვაქვს და უწმინდურობაში ჩავდივართ ცოდვას, მაგრამ თუ კი კარიბჭე გაიხსნა, უკვე საყვედურის უფლებაც კი გვერთმევა, რომ უსაყვედუროდ უფალს არ იყო გახსნილი კარიბჭე და როგორ შევსულიყავით ცხონების პალატში. მაგრამ გახსნილია კარიბჭე, პალატის კარნით შეხსნილია, მაგრამ უნდა ვიღვაწოთ, პიროვნული ნება და გულმოდგინება ვაჩვენოთ და ეს მეორე მხარე, აი ეს პირადი გულმოდგინება და ღვაწლი მოპოვებულს უკვე არასოდეს აღარ დაგვაკარგვინებს. სასუფეველში დამკვიდრებულნი სასუფევლისგან აღარასოდეს დაეცემიან. ორი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ამ განხთობილობას აქვს უმტკიცესი საფუძველი, კვლავ აღნიშნავთ მაცხოვრის მიერ გაღებული მსხვერპლი, გოლგოთის მსხვერპლი, რომელიც ყოვლად შეუმუსრავია, უდიადესია, ამავე დროს ადამიანის პირადი ძალისხმევა, პირადი ღვაწლი და მესამე გახლავთ გამოცდილება. დაცემამ, ცოდვამ, რა შეძინა ადამიანურ მოდგმას და რა მდგომარეობაში ჩააგდო იგი, ეს მეხსიერება ადამიანს სასუფეველშიც აქვს, მან იცის ცოდვას რა მოაქვს და ამიტომაც საკუთარ მოპოვებულს აღარასოდეს არ დათმობს, არასოდეს აღარ განერიდება ცხონებულობის იმ სიმაღლეს, რასაც სასუფეველში მისი დამკვიდრებულობა მას მიუბოძებს. აი ეს სწავლება ყოველ ნაბიჯზე საეკლესიო ლიტურგიკულ ძეგლებში, როგორც უკვე ვთქვით, ამავე სწავლებას ჩვენ ადრე ციტატის სახით ბასილი დიდის უდიადესის სიტყვებით განვამტკიცებდით, რომ მაცხოვრის განკაცება მხოლოდ იმიტომ იყო ადამიანში, რომ კვლავ განახლებულიყო დასაბამიერი ძეობილობა და თუ დასაბამიერი ძეობილობა განაახლა მაცხოვარმა, უეჭველია, რომ დასაბამში ჩვენ ეს ძეობილობა ნამდვილად გვქონდა. მაგრამ მხოლოდ ბასილი დიდის სიტყვებში არ არის,
როგორც ადრეც აღნიშნავდით, ეს სწავლება ესაა აბსოლუტურად უკლებლივ, გამოუკლებლად ყველა მოძღვრის სწავლება, ჩვენ აურაცხელი ციტატა ამასთან დაკავშირებით წარმოადგინეთ. ამჯერად შეგვიძლია ვთქვათ დაუმატოთ წმინდა იპოლიტე რომაელის მესამე საუკუნის ამ დიდი მღვდელთმოძღვრის და მარტვილის სწავლება, როდესაც მაცხოვართან დაკავშირებით იგი ამბობს და განაახლა მან ძველი კაცი და კვლავ არ წმუნა მას ძეობილობის კვერთხნი. არ წმუნა, ანუ მიანდო, კვლავ მისცა მას, მიუბოძა მას ძეობილობა. ჰქონდა, ესე იგი, და დაჰკარგა ადამიანმა ეს ძეობილობა ღვთისადმი. ისევე როგორც ჩვენს მიერ ზემოხსენებული წმინდა სვიმეონ მეტაფრასტის სახელგანთქმული შრომა, მოსახსენებელი წმინდა მოციქული იოანესი, რომელიც ძველქართულადაცაა თარგმნილი, ზედმიწევნით და ბეჭედ დადებით ამ მოძღვრებას, ამ რჯულს ეკლესიისას უაღრესად, ასე იგი ცხადად და ნათლად ჩვენ გადმოგცემს. ჯერ ახალ ქართულ თარგმანს მოვიტანთ. არ განდგომი ხარ ღმრთეებას, ესე იგი მიმართვა არის მაცხოვრისადმი. ამ ძეგლში არის მიმართვა მაცხოვრისადმი, რაც ასეთი სახისაა. არ განდგომი ხარ ღმრთეებას, როდესაც უცოდველად გახდი ჩვენს გამო ჩვენებრი. არც თუ მიგიტოვებია მამის საყდარი, როდესაც ჩემს გამო ქალწული დაიმკვიდრე, რათა მე ძველი დაცემულობიდან აღმოწოდებულს ცანი დამემკვიდრებინა, ცოდვისგან გავთავისუფლებულიყავი და თავდაპირველი ძეობილობა დამებრუნებინა. ესე იგი უფალი განკაცდა, იმიტომ რომ მე თავდაპირველი ძეობილობა დამებრუნებინა. ახლა ძველი ქართული თარგმანი ვნახოთ, სადაც ეს აზრი ასევე მკაფიოდ რა თქმა უნდა ჩანს. განუხუებელად ღმრთეებისაგან უცოდველად იქმენ ჩვენთვის ჩვენებრ. მამისა საყდარსა არადამტევებელმან ქალწული დაისახლე ჩემთვის, რაითა მე ცანი დავისახლნე, ძველისა დავრდომილებისაგან აღვემართო და ცოდვისაგან განვერე და პირველი შვილობაი უკუ მოვიღო. უაღრესად ცხადად არის თქმული პირველი შვილობაი უკუ მოვიღო. ესე იგი იყო პირველი შვილობაი, დასაბამიერი ძეობილობა ღვთისადმი, ცოდვისგან ეს ყოველივე დამეკარგა, მაგრამ მაცხოვრისგან კაცება აღსრულდა სწორედ, იმიტომ რომ მე ის პირველი შვილობაი უკუ მოვიღო. ადამიანის ღვთისადმი შვილობა ზოგჯერ ეკლესიის მამათა კომენტარებში მჭიდროდ უკავშირდება ცნობილ უძღების შვილის იგავს. უძღების შვილის იგავი მოგეხსენებათ ყველაზე უფრო ლაკონური და მოკლე გადმოცემით გულისხმობს მამისეული კერიის დატოვებას, მამისეული სახლის დატოვებას, საკუთარი მამისგან ბოძებული მემკვიდრეობის გაფლანგვას, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში დაცემულობაში ჩავარდნას და კვლავ მამისეული სახლისკენ გზის გაკვალვას, მამისგან შეწყნარებას თავისი უძღები ძისას და მის სიხარულით მიღებასა და შეწყნარებას თავდაპირველ კეთილდღეობაში. ამ იგავის განმარტება არაიშვიათი ეკლესიის მამათა შორის, ერთი და იგივე მოძღვარი რამდენიმე კუთხითაც კი განმარტავს ამ სწავლება, ჩვენ ადრე ხაზს უსვამდით, რომ სხვადასხვაობა არ ნიშნავს ეკლესიის მამათა მოძღვრებაში განსხვავებას. იმიტომ რომ ერთი და იგივე მოძღვარი რამდენიმე კუთხით განმარტავს ამა თუ იმ მუხლს საღვთო წერილისას, რადგანაც საღვთო წერილის სიღრმე არის მრავალპლასტიანი, იქ ერთი ფენის საიდუმლო არ გულისხმობს, რომ უფრო ღრმა საიდუმლო მასში არ იყოს, თუმცა ესენი ერთი მეორეს კი არ უპირისპირდება, არამედ შემავსებელია ერთი მეორისა და ერთი დიდი მოძღვრების გადმომცემი ჩვენთვის და აი ამ კუთხით, აი ამ სხვადასხვა მიდგომის თვალსაზრისით უძღების შვილის იგავი, ჩვენ თუ დავაჯგუფებთ ამ განმარტებებს, შეგვიძლია 4 კატეგორიის სახით, 4 განმარტებითი წყობის სახით წარმოადგინოთ. და ეს 4-ვე გაგება ეკლესიურია, მართლმადიდებლურია, ერთი მეორის შემავსებელია და განმაპირობებელია. კერძოდ ამ განმარტებაში განსაკუთრებით ყურადღება რას ექცევას? თუ ვინ იგულისხმება ამ უძღებ შვილში, უძღებ ძეში და ზოგჯერ განიმარტება ის მეორე ძე ვინ უნდა ყოფილიყო, რომელიც არ დაცემულა, უხუცესი ძე. ეკლესიის მამათა შორის, როგორც ვიკითხავთ, 4 ძირითადი გაგება, 4 ძირითადი განმარტება, რომელსაც ასეთი სახე აქვს. პირველი განმარტება. მართალი ძე, ესე იგი, რომელიც არ დაცემულა, რომელიც მამისეულ კერიაში დარჩა. მართალი ძე აღნიშნავს ანგელოზებს, უძღები ძე კი ადამს და ადამის სახით ზოგადად ადამიანურ ბუნებას. რა თქმა უნდა, შეიძლება ვინმე იკითხოს, ანგელოზებს შორისაც ხომ მოხდა დაცემაო. ეს მართალია, მაგრამ აქ საუბარია არა პიროვნულად გარკვეულ ანგელოზთა დაცემაზე, არამედ ანგელოზური ბუნება, რა თქმა უნდა, სასუფეველში და დაუცემელობაში შენარჩუნდა და ამ გაგებით ის გარკვეული პირები რომ დაეცნენ, ეს სხვა არის. ადამიანური ბუნება მთლიანად დაეცა. ადამიანთაგან ასე არ ყოფილა რომ დაუშვათ ადამი დაცემულიყო და ევა არ დაცემულიყო. ორივე დაეცა, მეტი
პიროვნება ადამიანურ ბუნებას მაშინ არ ჰყავდა და შესაბამისად მთელი ადამიანური ბუნება დაეცა და ეს განსხვავება ადამიანურ დაცემასა და ანგელოზურ დაცემას შორის. ანგელოზები მთლიანობაში რა თქმა უნდა არ დაცემულან, ამიტომ შესაძლებელია რომ ანგელოზური ბუნება, ესე იგი დაუცემელი ანგელოზური ბუნება იმ მართალი ძის, მამის კერიაში დარჩენილი ძის სიმბოლოდ ეკლესიის მამათა კომენტარებში ჩვენ ამოვიკითხოთ. ეს კომენტარი შეიძლება ერთი შეხედვით თითქოს განსამარტავ დებულებაზე, რომ მართალიძე აღნიშნავს ანგელოზებს. უძღვები კი ადამიანს და ადამიანის სახით ზოგადად ადამიანურ ბუნებას. და რატომ, რა გაგებით? ჩვენ ამ შემთხვევაში ეს მეორე გვაინტერესებს უძღვებიძე. ადამიანის სახით ზოგადად ადამიანურ ბუნებას იმ გაგებით აღნიშნავს უძღვებიძე, რომ იგი ადამი იმ უძღვებიძის მსგავსად თავდაპირველად უცოდველი ძე იყო ღვთისა. ესე იგი ამ განმარტებით აბსოლუტურად უპირობოთა აღიარებული, რომ ადამი დასაბამში იყო ძეობილი ღვთისა. შემდეგ ურჩობის გამო დაეცა, ბოლოს კი კვლავ დაუბრუნდა მამისეულ წიაღს მაცხოვრის განკაცების შედეგად. ჩვენ ამ მოძღვრებას ძალიან ბევრ ავტორთან ვხვდებით, მათ შორის წმინდა გრიგოლ ნოსელთან, ნაწილობრივ თეოფილაქტესთან და როგორც ვთქვით, მეტნაკლებად ყველა ამ მუხლის ყველა განმარტებელთან. ახლა მეორე გაგება, ესე იგი პირველი გაგება ესაა კვლავ აღნიშნავთ მართალიძე ანგელოზებს აღნიშნავს, უძღვებიძე ადამიანს და ადამიანის სახით ზოგადად ადამიანურ ბუნებას და ამ ადამიანური ბუნების ისტორიას დაუცემელობიდან დაცემულობაში და დაცემულობიდან კვლავ აღდგინებულობაში. რა გზაც თავის მხრივ განვლო უძღვებმაძე მიმიგავში. ახლა მეორე განმარტება. მართალიძე არის ისრაელი, ცოდვილი კი წარმართები. თქვათ ეს განმარტება მკაფიოდ არის გამოხატული ნეტარ ავგუსტინესთან. მერე მესამე, მართალიძე მოასწავებს ფარისეველთ, ცოდვილი კი მებაჟეებსა და მეძავებს. საერთოდ მართალძეში ხშირად პირობითად ნარჩუნდება ეს ეპითეტი მართალი. მოგეხსენებათ სახარებისეულ თხრობაში ეს ძე უკმაყოფილო რჩება, როდესაც მამა თავისი ამ დაკარგული და მამისეული ღვაწლისა და მამისეული საუნჯის შეურაცხყოფელი შვილისადმი ამგვარად კეთილგანწყობილი აღმოჩნდება, ზვარაკი ჭამებული, ძველი ქართული ფორმით დაუკლამას, პირველი სამოსელი შეხმოსა და სხვა. და ეუბნება რომ ჩემთვის აქამდე არაფერი დაგიკლავს და ამგვარი რამ სიყვარული ჩემდამი არ გამოგივლენიაო. ამიტომ მართალიძე არაიშვიათად არის ნაკლებ ღირსება შემოსილი ეკლესიის მამათა განმარტებებში. თუნდაც ეს განმარტება, რომ მართალიძე არის ისრაელი და ცოდვილი კი წარმართები, ამ გაგებით წარმოჩნდება, რომ ეს წარმართები მთლიანად გაუცხოებულნი იყვნენ ღვთისგან, მაგრამ განკაცებული ღმერთი მათ მიიღეს. და ღვთისთვის მათი დაბრუნება მშობლიურ მამისეულ კერიაში, ანუ ეკლესიაში უაღრესად სასიხარულოა. მაშინ როცა მართალიძე თითქოს არ გაუკუღმართებულა, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად საჭირო რომ იყო, რომ მათ გონებითი ერთგულება ჭეშმარიტებისადმი გამოევლინათ, ანუ შეეცნოთ უფალი ღმერთი განკაცებული, რომელსაც თითქოს აქამდე თაყვანს სცემდნენ, იმიტომ რომ მთელი ძველი აღთქმა ჭეშმარიტი ღვთის თაყვანის სცემაა და ბოლო ხანებში აი ამ ძველი აღთქმის ფარისეულურად მფლობელები ფორმალურად რომ თითქოს ჭეშმარიტებას ფლობდნენ, ამ დროს ვერ აღმოჩნდნენ იმ სიმაღლეზე, რომ ძველ აღთქმაში დიდებული და თაყვანსცემული ღმერთი ხორჩესმული მათ შეეცნოთ. და განურისხდნენ ყოველთა შემოქმედს და უფალს ისევე როგორც მართალიძე ფაქტობრივად განურისხდა თავის მამას. ამ გაგებით განიმარტება ამ ნეტარი ავგუსტინესგან ეს იგავი, რომ მართალიძე არის ისრაელი, ხოლო ცოდვილიძე არის წარმართები. და მესამე, როგორც უკვე ვთქვით, მართალიძე მოასწავებს ფარისეველთ, ეს დაახლოებით იგივე სტილის განმარტებაა, ფარისევლები ასე თუ ისე, ასე იგი მცოდნენი იყვნენ მეტნაკლებად ძველი აღთქმის მიერ თაყვანსცემული ღმერთისა ფორმალური სახით, გარკვეული სახით, ხოლო მებაჟეები და მეძავები კი, რა თქმა უნდა, დაშორებულნი იყვნენ ამ ყოველივე საკუთარი ცოდვილიანობით, მაგრამ როდესაც უფალი განკაცდა, სწორედ მათ უერთგულეს, ცოდვილებმა უერთგულეს და ცოდვილებმა გაუხსნეს გული, დაივიწყეს რა საკუთარი ცოდვა და გადალახეს რა საკუთარი ცოდვა, ხოლო ფარისეველებმა მოგეხსენებათ ზურგი აქციეს მას. და მეოთხე განმარტება, რომელიც ყველაზე უფრო გავრცელებულია ეკლესიის მამებთან, მართალიძე არის ის ნათელღებული ადამიანი, ანუ ის ქრისტიანი, რომელსაც არ შეურყვნია ნათლისღების მადლი, ამ განმარტებით მართალიძე ღირსებითი კუთხით წარმოჩნდება, ცოდვილი კი ის ნათელღებული ადამიანი, ანუ ის ქრისტიანი, რომელმაც შერყნა ნათლისღების მადლი, შემდეგ კი სინანულის საიდუმლოს გზით და ცრემლებით, სინანულის მიერი ცრემლებით, კვლავ აღიდგინა ეს მადლი. ამ განმარტებას ჩვენ ხვდებით, თქვათ, ასტეროს ამასიელთან, ზემოხსენებულ ნეტარ თეოდორიდესთან და სხვა. როგორც უკვე ვთქვით, ამ განმარტებებს ზოგჯერ ერთი და იგივე მოღვაწეც გამოთქვამს ერთობლივად, მაგალითად ჩვენ შემკრებელობითი კუთხით შეგვიძლია მიგვეცემინა ნეტარ თეოფილაქტე ბულგარელზე, რომელიც ამ 4 განმარტებიდან პირველ 3-ს მკაფიოდ უთითებს და ასეთ რამეს ამბობს. ამრიგად, უმწემესი ძე ესაა მეძავები და მებაჟეები, ხოლო უხუცესი ძე ფარისეველნი და მწიგნობარნი. ამასთან არ ვარ უმეცარი იმისა, რომ ზოგნი
უხუცეს ძეს ანგელოზებად იგებენ, უმწემეს კი ადამიანურ ბუნებად, რომელიც შეეწინააღმდეგა ბოძებულ მცნებას და ეურჩა მას. სხვები ისრაელიანებად და წარმართებად იაზრებენ მათ ესე იგი მართალ ძეს და უძღებ ძეს. და როგორც აღნიშნეთ, ესე იგი ეს განმარტებანი მეოთხესთან ერთად, ეს სამი განმარტება მეოთხესთან ერთად წარმოადგენს ერთი მეორის შემავსებელ საღვთო მოძღვრებას. არსი რა ამ ოთხივე განმარტებისა, რომ სინანულის გზით ცოდვილი კვლავ უბრუნდება უცოდველობის, განხთობილობის, ცხონებულობის წიაღს. აი ესა ამ ოთხივე განმარტებისა საერთოდ ამიგავის არსი. და ამიტომ გვასწავლის ჩვენ თეოფილაქტე. ესე იგი ჩამოთვლის რა ამ განმარტებათა სახეობებს ბოლოს ამბობს. ჭეშმარიტი მხოლოდ ისაა, რაც გვითქვამს, რომ უხუცესი ძე მართალთა სახეა, ხოლო უმრწემესი ცოდვილთა და მოქცეულთა. ესე იგი უძღები ძე მხოლოდ ცოდვილის სახე კი არა, აუცილებლად ცოდვილისა და მოქცეულის. ნებისმიერი ცოდვილი ძე არაა უძღები ძე. ის უძღები ძე, აი მიგავისეული უძღები ძე მაშინ გახდება, როდესაც თავის ამ უძღებობას, თავის ამ დაცემულობას გააცნობიერებს და კვლავ მამისეულ კერიას მიუბრუნდება, უკუ მიიქცევა. და მაშინ მოხდება კიდეც მშობელი მამისგან მისი შეწყნარება. და ამიტომ ამბობთ, რომ ზემორე განმარტებანი არათუ უპირისპირდებიან ერთი მეორეს, არამედ წარმოადგენენ ხსენებული იგავის სხვადასხვა განფენას და ისინი ფაქტობრივად ერთი მეორის მომცველნი არიან. და გარდა თეოფილაქტე ბულგარელისა, რომელიც აი ამ განმარტებებს ერთობლივად იმოწმებს, შეიძლება ითქვას, რომ ამავეს ნიმუშია ცნობილი მამა ზემოხსენებული ასტეროს ამასიელი, რომელიც თუმცა საკუთრივ მეოთხე განმარტების მომხრეა, რომ მართალი ძე ნათელღებული და შეუცოდებელი ადამიანის სახეა, რომელსაც ესე იგი ნათლისღებითი მადლი არ გაუუყუღმართებია, ხოლო ცოდვილი ძე, რომელიც ასევე ნათელღებულისა, მაგრამ რომელმაც ნათლისღებითი მადლი გააუყუღმართა და შემდეგ სინანულის საიდუმლოს გზით აღიდგინა თავდაპირველი უცოდველობა. აი ამის მომხრეა თვითონ ასტეროს ამასიელი, მაგრამ ამავე დროს იმასაც აღნიშნავს, რომ ძე შეცდომილი ადამიანსაც განასახიერებს და ადამიანისეულ მოთქმას. კერძოდ ასტეროსი ამბობს, ადამიანმაც განაბნია ქონება, განვარდა იგი მთელი მამისეული კეთილდღეობისგან და გაძევდა იმ ადგილიდან, სადაც შქეფდა სიკეთეთა უშურველობა. და აი ეს განმარტება, ეს ბოლო განმარტება, რაც თითქმის ყველა კომენტატორთან ხვდება, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, მათ შორის ასტეროს ამასიელთანაც კი, რომელიც სხვაგან იმ მეოთხე განმარტებას უჭერს ხარს, ჩვენ გვიდასტურებს შემდეგს, რომ ეკლესიური სწავლებით ამიგავის საფუძველზეც თუნდაც ადამიანის სახეში დაინახება ადამიანური არსება, რომელიც დასაბამში საყვარელი ძე იყო ღვთისა, მაგრამ ცოდვისგან დაეცა და დაკარგა ძეობის პატივი, რაც შემდეგში მას უკუ მობრუნებულს კვლავ მიხმადლა ღმერთმა. და თუნდაც აი ასტეროსის ზემომოტანილი სიტყვები, რომ ადამი განვარდა მამისეული კეთილდღეობისგან, მხოლოდ იმის დასტურია, რომ ადამიანს ცოდვით დაცემამდე სწორედ მამად ჰყავდა ღმერთი. მამის კეთილდღეობისგან მხოლოდ ის შეიძლება განვარდეს, ვისაც ამ განვარდნამდე მამა ჰყავს, მამისეულ კეთილდღეობაშია. და თუ ადამი მამისეული კეთილდღეობისგან განვარდა, როგორც ასტეროსი გვეუბნება, ესე იგი ამ განვარდნამდე ამ მამისეულ კეთილდღეობაში იმყოფებოდა, მას ჰყავდა მამა და ეს მამა იყო ბუნებითი ღმერთი, ერთარსება სამება. ხოლო თვითონ ამ ღმერთისადმი, თავის მამისადმი, რა თქმა უნდა, ძე იყო, რადგან მამას მხოლოდ ძე ჰყავს. ისიც რა თქმა უნდა ძალიან საყურადღებო ამიგავში, რომ უძღები შვილის უკან დაბრუნებით გახარებული მამა ბრძანებს, რომ შემოსონ იგი პირველი სამოსელი პირველი. მოგესალმებათ, ერთ-ერთ ცნობილ ქართულ მწერალს ამ სახელწოდების რომანიც აქვს დაწერილი. და ეკლესიის მამათა სწავლებით, აი ეს პირველი სამოსელი პირდაპირ მინიშნება ნათლისღების საიდუმლოზე. ანუ ნათლისღების საიდუმლოს მადლზე, ნათლისღების საიდუმლო ადამიანს ანიჭებს უცოდველობას, მოგესალმებათ, და რომ ამ მადლის ნაყოფი ადამიანს დასაბამშიც ჰქონდა. მართალია არა ნათლისღებითი საეკლესიო წესის შედეგად, იმიტომ რომ ეს მაშინ მისთვის არ იყო საჭირო. ის ღვთისმკვლელობას ინარჩუნებდა, უცოდველობაში მკვიდრობდა და ეს უცოდველობა განახდება მისთვის ნათლისღებითი მადლით და ნათლისღების სამოსელი ანუ სხვაგვარად თქვა, ნათლისღების ნაყოფი უცოდველობა დასაბამშვე ჰქონდა ადამიანს, ესაა მისი პირველი სამოსელი, მადლის სამოსელი, სულიწმინდისა და ზოგადად ყოვლადწმინდა მადლის სამოსელი, რაც განიძარცვა მან ცოდვის გამო და ის პირველი სამოსელი სამოთხეში რაც ჰქონდა ადამიანს, იგივე ნათლისღებითი მადლის სამოსელი ხელახლა მოიპოვა მან მაცხოვრისეული გოლგოთისეული მსხვერპლის შედეგად. თვით ოთხთავში ეს სიტყვები ასეა, რქვა მამამან მისმან მონათათვის და გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას. თვით ეს ტექსტიც ემპირიულ დონეზეც კი ცხადყოფს, რომ არსებობდა რაღაც სამოსელი, რომელიც ადამიანმა განიძარცვა და დაბრუნდა რა უკან იმ პირვანდელი სამოსელით კვლავ შეიმოსა მამის ბრძანების შედეგად. და თეოფილაქტე ასეთ განმარტებას ურთავს ამ სიტყვებს. მონებად გაიაზრე ან ანგელოზები მონებს მიმართავს მამამ.
ესე იგი მსახურებითი სულები, რომლებიც მოივლინებიან იმათ სამსახურად, რომლებიც ცხონების ღირსნი არიან, რადგან ესენიც, ესე იგი ანგელოზებიც, შეჰმოსავენ უკეთურებისგან მოქცეულს იმ პირველ და დასაბამიერ სამოსელს, რასაც ვატარებდით შეწოდებამდე, ესე იგი შესამოსელს უხრწნელებისას, ან და ყველა სხვაზე პატიოსან სამოსელს, როგორიც არის ნათლისღებისა. და ჩვენ აქ შევაჩერებთ დღევანდელ ჩვენ მსჯელობას, აღნიშნული პირველი სამოსელი არის დასაბამიერი მადლი, რასაც კვლავ შეიმოსავს ღვთისკენ შემოbrunებული ადამიანი, ან კიდევ ესაა იგივე ნათლისღებითი შესამოსელი. ამჯერად აქ შევჩერდებით, გმადლობთ ყურადღებისათვის.